ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ 4 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მაუწყებლებსა და მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებენ. ევროპარლამენტარების შეფასებით ოპოზიციის ლიდერებისთვის განაჩენების გამოტანა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლით აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო არის დემოკრატიაზე უხეში თავდასხმა. ოპოზიციური ხმების ჩახშობის და მათი დაშინების მიზნით. განცხადებაზე ხელმომწერები ამ ნაბიჯს ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ოპოზიციის ნებისმიერი ფორმის ჩახშობის მცდელობის მკაფიო მაგალითად აფასებენ. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი რასე იუკნევიჩიანი. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მაუწყებლებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის 4 წევრის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის გასამართლებას ქართული ოცნების საპარლამენტო კომისიის მოწვევაზე დაუმორჩილებლობისთვის. მათი გასამართლება და საჯარო თანამდებობის დაკავების 2 წლით აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო აშკარა თავდასხმა დემოკრატიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური ხმების გაჩუმებას და დაშინებას. ეს ნაბიჯი ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ოპოზიციის ნებისმიერი ფორმის ჩახშობის მცდელობის ნათელი მაგალითია. ეს კიდევ უფრო ეჩქვეშაყენებს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს საერთო მდგომარეობას და ჩვენ შეშფოთებას იწვევს მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მოუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დააწესონ პერსონალური სანქციები დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ. ოპოზიციონერი ლიდერები წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის არიან დაპატიმრებულები. გუშინ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 23 ივნის დააპატიმრეს რელო ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 7 თვით პატიმრობა მიესაჯა კოალიცია ცვლილებისთვის წევრ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს დააკავეს, მას შემდეგ რაც მან გირაოს თანხა არ გადაიხადა. ყველა მათგანს 2 წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება. ოპოზიციური ხმების დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიულ საძირკველზე თავდასხმად აფასებს ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარი მარტა კოსი. მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის იბრძვის და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი, წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში. ევროკომისიის სპიკერი ანიტა ჰიპერი კი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ეს ავტორიტარული ტაქტიკაა. ის ქართულ ოცნებას მოუწოდებს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება შეწყვიტოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას განცხადებით ეხმაურება ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადიც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი გმობს ქართული ოცნების ავტორიტარულ გადახვევას 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ. ჰადადის შეფასებით ოპოზიციის რეპრესიები საქართველოში მათი დაპატიმრებითა და გასამართლებით მიუღებელია.